მე პეტრე ვარ. მიყვარს ჭამა და სიცილი. ეს ჩემი პრინცესა და იკოშ. ელენე. 13 წლისაა და ძალიან ჭკვიანია. ეს ჩემი ძმაა ლუკა. ლუკა ძალიან დიდია. მალე სტუდენტი გახდება. ეს ჩემი დედიკოა ანა. ხო ვიცი, მე ყველაზე ლამაზი დედიკო მყავს. ეს ჩემი მამიკოა დავით იმედაშვილი. ამიტომ ჩვენ ყველანი იმედაშვილები ვართ. ჩვენ ერთად ვაშენებთ სახლს. იმედაშვილებმა სახლის მშენებლობა 9 მარტს დაიწყეს. ამ გადაწყვეტილებამდე მივედით ნელ-ნელა, ვიცით, რომ ძალიან დავიტანჯებით ეს უახლოესი რამოდენიმე თვე. თუმცა ვთვლი, რომ ამას დადებითი და ესეთი მომხიბვლელი მხარეებიც აქვს. დათომ პირობა დადო. არ დავზოგავი იქ, სადაც დაზოგვა არ შეიძლება. მაგრამ დათო და ანნა ხარჯებთან დაკავშირებით ხშირად კამათობენ. 500 евро გინდა შენახლა აქ ესე. ძალიან გჭირდება დიდი აუზი. გავაკეთოთ მეტი, მაგრამ დავხარჯოთ ოპტიმალურად. იქაც არ დაიწყო რაღაცა. დაზოგვაზე ორიენტაცია. ძვირია რა. მითხრა. ჯერჯერობით ანა იმარჯვებს. ორივე სლაიდი იყოს. მადლობა. შეხარ ანა მართა. უბრალოდ ფილას უნდა მანგრევინებ და ფილას არ დაგანგრევნებ, 3 საფეხური მოუწევს, მოკლე უფრო. კი ბატონო. მათ მშენებლობის ვადა შეზღუდული აქვს. ეხლა ჩვენ რომელ სახლშიც ვიმყოფებით, ეს სახლი უკვე გავყიდე. მაქვს რაღაც დრო მოცემული. 10 თვა დაიწყო, 10 თვა დაიწყო და ამ დროში მე ის სახლი უნდა ავაშენო. ევრომასტერებმა აუზის მოსამზადებელი ფილა დაასხეს. ბეტონი მოგვაწოდა ჰაიდელბერგ ბეტონმა. როგორც კომპანია Aqualine-მა მოგვაწოდა ჩვენ სქემები და ნახაზები, შესაბამისად ჩვენც გზადაგზა მივყვებით ზუსტად ამ კონსტრუქციებს და ამის მიხედვით ვაშენებთ აუზსაც. მიმდინარეობს აუზის ფილისთვის არმატურის ბადის მოწნა. ჩვენ სანამ მოწნას დავიწყებით, მანამდე დავასხით პირველი მოსამზადებელი ფილა და ამის შემდეგ უკვე დაისხმება წყალუჟონადი ბეტონი, რომელიც საშუალებას მოგცემს ჩვენ რომ ვიყოთ უფრო დაცულები, აუზი იყოს მაქსიმალურად კომფორტული და რაღაც დროთა განმავლობაში არ მოხდეს გაჟონვა მიწაში. ხოლო რაც შეეხება უშუალოდ ძირითადი სახლის მშენებლობას, როგორც ხედავთ, პირველი სართულის ღიობები ამოვავსეთ უკვე ბლოკით. ჩვენი ბიჭები უკვე დაიწყებენ ტიხრების გაკეთებას, უშუალოდ როგორც არის ეს ნახაზის შესაბამისად. ასევე შიგნით უკვე კონსტრუქცია მომზადებულია შიდა კიბისთვის. კიბის კონსტრუქცია მთლიანად უკვე შევკარით, ანუ მზად ვართ რომ უკვე ავაწყოთ თავიდან ბოლომდე. რაც შეეხება სახურავის ფილას, ის 95% უკვე გაშრა, ამიტომ ჩვენ შეგვიძლია მოუხსნათ დგარები და დავიწყოთ ასევე ზევითაც ღიობების ამოყვანა ბლოკით. მიუხედავად იმისა, რომ ამინდები ხშირად ხელს არ გვიწყობდა, ჩვენ მაინც არ შეგვიჩერებია სამშენებლო სამუშაოები და ვეტევით იმ ტემპებში და იმ ვადებში, რომელიც თავიდანვე დავთქვით დამკვეთს. დღეს გაიხსნა სამშენებლო გამოფენა ექსპორტ ჯორჯიაში. ჩვენ როგორც ყოველთვის ყოველწლიურად მონაწილეობთ. ამ სეზონზე წარმოვადგეთ რამდენიმე სიახლეს. წარმოვიდგეთ, ეს არის გადახურვის ქვეშ, ანუ რესტორნების, კაფეების გადახურვის ქვეშ, ასეთი შემინვა, რომელიც უზრუნველყოფს დაცვას, მომხმარებლის დაცვას გარეშე მტვრისგან და ხმაურისგან. იგი არის მოძრავი. შეგვიძლია ასე გავხსნათ. გადმოვკეცოთ. როდესაც ამის საჭიროებაა და შესაბამისად განვახორციელოთ პირიქუ ოპერაცია, როცა
როცა გვინდა რომ შევინარჩუნოთ სიმყუდროვი. ეს არის ეგრეთ წოდებულ ზამბარებზე, რომელიც ჩადის ქვევით, ეს არის გახსნა, ეს არის თავისით ამოდის უკვე ეს არის ნაკეტვა. ეს არის ძალიან ეფექტური საშუალება, ასე ვთქვათ, ასეთი კაფეების და რესტორნების გადახურვის ქვეშ შემინვის. ასევე ამ სტენდზე არის წარმოდგენილი ჩვენი ტრადიციული პროდუქტები, ტენტი, წარმოდგენილია გარე ჰორიზონტალური ჟარუსი და ასევე ეგრეთ წოდებული სამბრეიკერი, რომელიც წარმოადგენს ფასადი მზისგან დაცვის საშუალებებს, რომელიც დგება ფასადზე გარედან. რამდენიმე მილიმეტრით შეგიძლიათ არეგულიროთ მზის სხივები და აგერ ეს არის მეორე პროდუქტი, სამბრეიკერი, რომელსაც გარდა იმისა, რომ აქვს მზისგან დაცვის ფუნქცია, ასევე გადასარევი საშუალება ქარისგან დაცვა. კეთდება ძალიან დიდ ფართობზე, დაახლოებით 5 მეტრამდე სიგანის. იგი წარმოადგენს ეგრეთ წოდებულ არქიტექტურულ გადაწყვეტილებას. ძალიან მოსწონთ ეს არქიტექტორებს, რადგან დიზაინში, თანამედროვე ფასადებში ძალიან კარგად ხდება მისი ჩასმა. ასევე არის ტენტი, ჩვენი ძველი და ტრადიციული პროდუქტი. წელს დავამატეთ კიდევ რამდენიმე საინტერესო დიზაინის ნაჭერი და ფერი. ასევე მინდა წარმოგიდგინოთ სიახლე. ეს არის ღია კაფეებისთვის გათბობის საშუალება. ეს არის ძალიან მაღალ ეფექტური და ძალიან ცოტა ენერგიას მოითხოვს. ესეც იტალიური კომპანიისგან არის ეგრეთ წოდებული ჰელიოსა. წედის ამ ნაწილში გვაქვს წარმოდგენილი ჩვენი სიამაყე, გასული სეზონის სიამაყე, ეს არის მოძრავი გადახურვა, ეგრეთ წოდებული პერგოლა, რომელიც გათვალისწინებელია 4 სეზონისთვის. ეს არის გათვალისწინებული ღია სივრცეების გადახურვისთვის და შესაძლებელია მისი სულ 4-ვე მხარეს პერიმეტრზე შემინვა. მე მინდა განახოთ, როგორ ეფექტურად მუშაობს ეს შემინვა, რომელიც გაკუთვნილია 4 სეზონისთვის. ანუ ეს არის დაიკეტა და შეიძლება გაიხსნას ბოლომდე. მხოლოდ ერთი სექცია რჩება. ნახეთ, გაიხსნა არის სრული სივრცე. მოძრაობს ჰაერი და შესაბამისად აკონტროლებთ ატმოსფერულ პირობებს, როგორც თქვენ გსურთ. შესაძლებელია ასევე ჩაერთოს განათება, აი ახლა ამ წუთში არის ჩართული და განათება არის ისეთი, იკლებს და იმატებს. ეხლა რამდენად ეფექტურად ჩანს არ ვიცი. უფრო მოემართა, აი მზეთ ჩავიდა და განათებას კარგად გამოჩნდა. ეს იყო ის ძირითადი პროდუქტები, რომელიც ჩვენ სიახლის სახით წარმოადგენთ ამ სტენდზე, თუმცა კომპანია დიოსა აქვს უამრავი სხვა სიახლე, რომელსაც წარმოუდგენთ ამ გამოფენაზე, შესაბამისად გვაქვს უკვე ახალი კატალოგიც, რომელიც აგერ აქ გვაქვს წარმოდგენილი და ეს კატალოგი მოიცავს სრულ სპექტრს ჩვენი პროდუქციისა, რომელსაც ფართოდ ვარეკლამირებთ და ვარიგებთ ახლა ჩვენს მომხმარებლებში. ეს ბალახი, რომელსაც ახლა ხედავთ კადრში, თამამად შემიძლია თქვა, რომ არის ჩემი მოყვანილი, ალბათ ესე უნდა ვთქვა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი სარეველა იყო, ვიწვალეთ, ორჯერ დავყარეთ მიწათავიდან, რაღაცა ნუ არ გამოგვივიდა, დრენაჟი ბევრი მოგვივიდა, სარეველა უფრო ამოვიდა ვიდრე თვითონ ბალახი. მე მგონი აი მე-13 წაზე გამოგვივიდა ის, რომ მივიღეთ სახეზე ბალახი. ძალიან ბევრი ვიწვალეთ და ახლა მინდა რომ ეს გამოცდილება გამოვიყენოთ სწორად და კარგი იქნება თუ გამოჩნდება კომპანია, რომელიც ამ გამწვანებას მიხედავს რეალურად. ზოგადად ესე დიდად ხეხილის მოყვარული ადამიანი არ ვარ, ანუ მიყვარს და კარგია, მაგრამ მგონია რომ ჩვენი სახლის სტილს, რადგან ესეთი სწორი, მარტივი ფორმების მინიმალიზმი უფრო მოუხდება. მინდა დიდი, კარგი მწვანე მოლი, რომელსაც პეტრე შეძლებს რომ ირბინოს და დაიყალოს. ფეხბურთსაც ითამაშებენ ბიჭები, კალათბურთს, დავსხდებით ხოლმე და რაღაცა ლამაზი რამდენიმე ხე. არ მინდა რომ ვიჩქაროთ, იმიტომ რომ ზოგადად ძალიან კარგი დაგეგმა უნდა იმას, სად უნდა იდგეს ხე, უნდა გაითვალისწინო ის, რომ ის ხე გაიზრდება წლების მერე, დიდ ჩრდილს გაიკეთებს, იმის ქვეშ შეიძლება ბალახმა არ იხაროს. ეხლა ამ სახში გვაქვს ულამაზესი ვერცხლისფერი ნაძვი, რომელიც რავი და თავიდანვე ძალიან გვინდა რომ დაგვერგა.
და ახალ წელს მას ვრთავთ ხოლმე. აუცილებლად მინდა ნაძვი ახალ სახლში. კიდევ გვაქვს ჩიტავაშლა, დეკორატიული ხე არის, ეს ძალიან ლამაზი ბუჩქის მაგვარი, პეტერე წითელი ნაყოფებით. ეგეც კარგი იქნება თუ გვექნება. გვაქვს კიდევ ქართულად არ მახსოვს რა ქვია, კალინა, რომელიც აი 12-ვე თუ სულ ლამაზია. მწვანეა, ძირითადად სულ აქვს ყვავილი, მერე ზამთარში უკვე როცა სიმწვანე აღარ აქვს, ედკიდიეს ლამაზი წითელი ნაყოფები და ნუ არის აი ულამაზესი 12-ვე თვე. ეგ ხეც მინდა ახალ ნაკვეთზე და ეს მინიმალისტურად ახლა გვაქვს აქ მუშმალა გვაქვს, 64-ის ვაშლი გვაქვს, რომელსაც შარშანაც გქონდა ნაყოფი და ეხაც ასხია და გვაქვს შინდი. კიდე რაღაცები დავრგეთ, მაგრამ არ გაიხარა. შარშან ვიყავი აფხაზეთში, ჩემს დედულეთში და ჩამოვიტან იქიდან ბანანის პალმა. მეგონა რომ არ გაიხარებდა, იმიტომ რომ აქ სხვანაირი კლიმატია ზოგადად, მაგრამ გადასარევად მოერგო ჩვენს მიწას. ზამთარში საერთოდ აღარ ჩანდა გვეგონა რომ გაფუჭდა, მაგრამ ეხა ისევ გამოიყო რამდენიმე სტიკლორტი და ეს კარგად არის. კიდე რაღაცა უცნაური დასახელების ხილი ჩამოვიტანე, სახელიც აღარ მახსოვს. აი იმან არ გაიხარა, იმას არ მოუხდა ჩვენი მიკროკლიმატი. რაღაცები არის, რაც აი მომწონს, ბროწეული გვინდა ძალიან დავრგეთ, მაგრამ რაღაცა მე მგონი ჩვენ თვითონვე გავაფუჭოთ. გვიან დავრგეთ და არის ხარა. რაღაცები არის რა, რაც მინდა, მაგრამ არ მინდა რომ ვიჩქარო, მინდა რომ ეს კარგი დაგეგმარებით, ნელ-ნელა აი უფრო მიხვდეს სად, რომელი ხე, რომელი ბუჩქი, რა ეს სუმბურულად არ იყოს ეს რაღაცა ხეები გადანაწილებული ნაკვეთზე. ხო და კარგი იქნება თუ გამოჩნდება კომპანია, რომელიც რეალურად ესეთი პროფესიონალებით იქნება დაკომპლექტებული და კარგ მოლს გამიკეთებს ეზოში. აპაროლ ჯორჯია უკვე 10 წელია, რაც საქართველოს ბაზრის უდაო ლიდერია. ჩვენ ყოველწლიურად ვიღებთ მონაწილეობას ექსპო ჯორჯიას სამშენებლო გამოფენაზე. ვცდილობთ მომხმარებელს მუდმივად მივაწოდოთ ინფორმაცია ინოვაციური პროდუქტების შესახებ. აქ წარმოდგენილია დათბუნების სისტემები, საღებავები, წყალდისპერსიული, ლაქები, ემალები და ბეტონის დაცვა, ეგრეთ წოდებული თვითსწორებადი იატაკები. მართალია, კაპაროლი საქართველოში მხოლოდ 10 წელია, რაც შემოვიდა, მაგრამ მისი ისტორია იწყება 1885 წლიდან. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში გერმანელი პროფესიონალები ცდილობენ, რომ შექმნან პროდუქტი, რომელიც იქნება თანამედროვე, ეკოლოგიურად სუფთა, ხარისხიანი და ამასთანავე მარტივად მოხმარებადი. ხამის შოპინგი. გავაგეთოთ. ყველა მარკეტი დაკეტილია, ფრესკო ღია. შენ მოიცა ეს აღინა? თუ არა ეს არა შენ. აი ეს ავი. მოიცა? აი ეს აი. აი. ზედა შენიმერთან, რა ქვია, ბლინებთან არაჟანი გვინდა, აგე? აი არაჟანიც ავიღეთ. მე მინდოდეს. აი ეს ენერგეტიკი, შენ გინდა? მინდა. აქეთ მე მგონი აღარა. ლუდი მინდა, არა ქართული, იმიტომ რაღაცა ქართული ლუდის წარმოებული რაღაც რუსეთს უმეობას აწვევია. ამიტომ ქართულს არ ვიყიდი, სანამ კონს არ მოეგებია. ნაყინი გვინდა, ნაყინი. ნაყინი გვინდა. მოიცა ბლინებიც იქნება აქ ჩემი. მადლობა. უკაცრავად. პური გვინდა. ესეც გვინდოდეს. წამო. ანას უნდა რაღაც აცეტონი თუ ჯანდაბა. აი, ხო? აქ არის. სადი ისე? პეტრე, ხო მოგწონს დედიკო ეს? მე მომწონს. წყალუზენადი ბეტონი წარმოადგენს ქართულ ბაზარზე ერთ-ერთ ყველაზე სპეციფიურ და ხშირად მოთხოვნად პროდუქტს.
როგორი დათვია, აბა ნახედე. გამარჯობა დათუჩა. შის რატო მოვიდე შეხ? გამარჯობა. ეს რა საყვარელი დათვი გყავთ დღეს სტუმრად? ძალიან. ჩვენს მოვედით სტუმრად უკვე მე რამდენად? ამჯერად ელექტრომანქანები გონდა, ან მოტოები. ძალიან კარგი. ჩვენ გვაქვს ესპანური ხარისხის ელექტრომანქანები, ასევე კვადროები და მოტოები. აი, ელექტრომანქანა რა კი გვაქვს? კვადრებს და მოტოებს ნახავთ სიამოვნებით. ძალიან კარგია გარჩევინები. პეტრებ დაგვასწრო. თქვენთან ჩვენ შევიძინეთ შარშან ელექტრომანქანა, შარშან წინაღარ, შარშან. და ამიტომ ეხა მინდა ისევე ელექტრო რამ, მაგრამ რაღაცა ესეთი მაშინ შემოგთავაზებთ კვადროებს, ეს ძალიან კარგი ვარიანტია. არის ორ ძრავზე, აქვს ორი სიჩქარე, როგორც ძლიერი, ასევე ჩვენს ელექტრომანქანასაც ორი ჩვეულებრივ აქვს საბურავები კაუჩუკის, მიდის როგორც წინ, ასევე უკან სულ აქვს. ეს ოღონდ არ არის მუსიკალური. მუსიკალურები თუ გნებავთ აგერ გვაქვს. მუსიკალური გნებავს, იმიტომ რომ ეს მუსიკები ძალიან მოწონს. მუსიკალური მაშინ აი ეს არის. ელექტრომანქანასაც ჩართავს ხოლმე. ეს არის მოტო. ან ესე ითქვა, ჩვეულებრივ აქვს როგორც მაღალი ხმა, ასევე დაბალი ხმა. და ანუ ამ ესეც არ არის მუსიკალური? არა, ეს ორი უბრალოდ ფერით არის განსხვავებული, მაგრამ ერთი და იგივე ამის მომწონს ის, რომ ეგრეთ წოდებული პედალი გაზის აქვს ზედ აი ფეხის დასადებს და კომფორტულია, იმიტომ რომ ელექტრომანქანასაც სანამ პატარა იყო ვერცხლებოდა და უჭირდა და ამაზე მგონია რომ გაართმევს. შეუძლია რა თქმა უნდა პედლით მართვა. ირთვება როგორც წინ შეუძლია წასვლა, ასევე უკან. ესეც ორძრავიანია? არა, ეს ერთძრავიანია. ეს ერთძრავიანია. პეტრიკელა, დე, მოდი აბა. პეტრე. მოდი დე, მოდი. მოდი აბა ნაგელალი. მოდი ჩემთან. ეგ მოგწონს? კაი, შენ რომელიც მოგწონს ის გვინდა ჩვენ. მოდი აბა. აბა ჩართე. კაი, იცი რა, პეტრე, ხომ მოგწონს დედიკო ეს? მე მომწონს, პეტრესაც მოწონს როგორც შენს, იმიტომ რომ გაერთო და ავიღებ. თან ფასიც გადასარევი აქვს. ამას ავიღებ. ოღონდ ის პატარა მანქანით რა ვარ. არ არის ჩვენთან ეგ პრობლემა, მიტანის სერვისი გვაქვს სახლში, გადასარევი მოგიტანე. ძალიან კარგი, მადლობა. არაფერს. წავიღოთ ხა პეტრეს, წავიყვანოთ ეს მანქანა, კი არა და მოგვიტანენ. ისევე როგორც სახლის მშენებლობისას აუზის ფილის ბადისთვისაც რუსთავის მეტალურგიული ქარხნის არმატურა გამოვიყენებთ. რუსთავის მეტალურგიული ქარხანა უკვე მეორე სეზონია, აქტიურად თანამშრომლობს რეალიტი შოუ სახლთან. ვთვლით, რომ ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ მოსახლეობას მივაწოდოთ უფრო დეტალური ინფორმაცია სამშენებლო პროდუქტების შესახებ. სწორედ იგივე მიზანს ემსახურება მეტალურგიული ქარხნის მონაწილეობა სამშენებლო გამოფენაში, რომელიც იმართება თბილისში, ექსპო ჯორჯიაში. გამოფენაზე წარმოდგენილი გვაქვს ყველა ის პროდუქტი, რომელსაც მეტალურგიული ქარხანა აწარმოებს, მათ შორის არმატურა 500C კლასის, ასევე უნაკერო მილები და სხვადასხვა მექანიკური დეტალები, რომელსაც ქარხანა აწარმოებს. გამოფენაში მონაწილეობა ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივი ბიზნესის განვითარებისთვის, რა თქმა უნდა, გამომდინარე იქიდან, რომ საშუალებას გვაძლევს უფრო აქტიური და ახლო კონტაქტი ჰქონდეს მომხმარებელთან, სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებთან. და უფრო დეტალური ინფორმაცია მივაწოდოთ მას პირდაპირ კონტაქტის საშუალებით. რუსთავის მეტალურგიული ქარხანა აგრეთვე ყოველწლიურად მონაწილეობას იღებს ქვეყნის გარეთ გამართულ სამშენებლო თემატიკის გამოფენებზე. მაგალითად, სულ რამდენიმე თვის წინ სტუმრად ვიყავით აზერბაიჯანში, ბაქოში, სადაც წარვადგინეთ ქართული პროდუქცია უკვე საზღვრებს გარეთ. ესე ფურცელზე თითქოს არ ჩანდა ნახაზში, მაგრამ რეალურად ახლა პირველი სართულის შიგდა ტიხრები რომ ამოვიდა, აი ეს ოთახი დათოს რომ თავის საკაბინეტოდ უნდა და მე რომ ბავშვებს ვუმზადებ.
იქ რაღაცები არ მომეწონა, ძალიან ისეთი ვიწრო და გრძელი გამოვიდა და ეხლა ვფიქრობ, რომ შევეხმიანო არქიტექტორებს, შევეხმიანოთ და რაღაცები შევაცვლევინოთ. ცოტა შეიძლება აბაზანა დაპატარავდეს, იმიტომ რომ სულ არ არის საჭირო ესეთი დიდი და გრძელი და ოთახს იქნებ ფართი მიემატოს. აი ხა ეს თემა არის გასავლელი პირველ რიგში, ვიდრე ბოლომდე დავასრულებ ტიხრების ამოყვანას, რომ მე ძალიან არ გაიზარდოს ხარჯი. გამახსენდა კიდე დიზაინერების თემა დათომ რომ დამავალა, მაგრამ ჩემთვის ძალიან საინტერესოა ზოგადად ეს თემა და ძალიან გვჭირდება. ვერაფრით ვერ ვშოულობ ისეთ კარგ დიზაინერს, რომელიც გულსაც დაუთმობს ამ საქმეს, დროსაც, ენერგიასაც და კარგ იდეებსაც ჩემომთავაზებს. ასე რომ გამომეხმაურეთ თუ კი არსებობთ ესეთებო დიზაინერებო ყველა ქვეყნისა შეერთდით და მომეკონტაქტეთ, გეძებთ ძალიან ჭირდებით. პეტრე, ნახე რა მოვიდა, მოტო მოვიდა. აბა ჩამოდი ფრთხილად. ოპა! გამარჯობათ. გამარჯობა. მოგიტანეთ რაც შეკვირდით. მოტო. საწახვედი და აი მოტო, პეტრე, მოტო. ნახე. მოტო მოვიდა. მადლობა ძალიან დიდი. თუ რამე დეფექტი აღმოაჩნდება, დაგვიკავშირდით, მოვალთ შეგიცვლით. უღრმესი მადლობა. დატენილია, შეგიძლიათ. ძალიან დიდი მადლობა. აბა მიადგი ფეხი. მიადგი აბა. აბა წამიადგი. აუზის ფილისთვის ვიყენებთ Heidelberg ბეტონის სპეცპროდუქტს წყალუჟონად ბეტონს. წყალუჟონადი ბეტონი წარმოადგენს ქართულ ბაზარზე ერთ-ერთ ყველაზე სპეციფიურ და ხშირად მოთხოვნად პროდუქტს. წყალუჟონადი ბეტონი გამოიყენება ისეთი ადგილებისთვის, სადაც არის სინესტე ან წყლის დიდი რაოდენობა, მაგალითად აუზებისთვის გამოიყენება ისეთი ფუნდამენტებისთვის, სადაც არის აგრესიული წყლები ან ზოგადად წყლები. Heidelberg-ის წყალუჟონადი ბეტონი არის სხვადასხვა ტიპის, ანუ სხვადასხვა მარკის, სხვადასხვა სიმძლავრის, ესე უხეშად რო ვთქვათ, წყალუჟონადობა გააჩნია. ეს აბსოლუტურად ყველა რეცეპტი წინასწარ ლაბორატორიაში იტესტება, ხოლო შემდგომ უშუალოდ ჩასხმის შემდგომ ჩვენ ლაბორატორიის წარმომადგენლები იღებენ ნიმუშს და ეს წყალუჟონადობის დანადგარი არსებობს, სპეციალურად შესამოწმებელი გერმანული დანადგარი არის, რომელიც მხოლოდ ამოწმებს წყალუჟონადობას. ასე რომ საკმაოდ ისეთ სენსიტიური საკითხი არის წყალუჟონადი ბეტონის ხმარება, იმიტომ რომ აუცილებლად უნდა ვიყოთ გარანტირებული, რომ ის ბეტონი რა სიმძლავრის წყალუჟონადობისაც იქნება, ის წყალს არ გაატარებს მოთხოვნის შესაბამისად. ამიტომ აუცილებელი არის ესეთი ბეტონი შემოწმდეს და აუცილებლად შემოწმდეს სპეციალური დანადგარით. ანუ სტანდარტული დანადგარი, რომელიც მხოლოდ მარკიანობას ამოწმებს, ის ამ შემთხვევაში ვერ დაგვეხმარება, ამისთვის საჭირო არის სპეციალური ევრო სტანდარტების მქონე დანადგარი, რომელიც ჩვენ ლაბორატორიას გააჩნია და აბსოლუტურად ყოველ ჩასხმაზე აღებული ნიმუშები მოწმდება და შესაბამისი ოფიციალური სერტიფიკატი გადაეცემა დამკვეთს. დათოს უნდოდა რომ ჭიშკარი გაეჭრა ორ ადგილას, ერთი მანქანის შემოსასვლელად და ცალკე გაეკეთებინა ფეხით შემოსასვლელი, ანუ სტუმრისთვის და ნუ ზოგადად ყველასთვის, ოჯახის წევრებისთვისაც. იდეა ცუდი არ იყო, მაგრამ ისე უწევდა, რომ აი სტუმარი რომ მოვიდოდა აუზის სეზონზე, მაგალითად გაგანია ზაფხულში, რაცა ჩვენი გვიბანავებდით, გავირუჯებოდით, უნდა გაელა ეს მთელი აუზი. მოდი შენს. და რაღაცა არ მომწონდა, მაგრამ ნუ აი დავეთანხმე, რომ კარგი, მე არ მომწონს.
მაგრამ თუ კი შენ თვლი რომ ესე უნდა იყოს ესე. თვითონ აუხსნა არქიტექტორს რომ ესე მინდა და რეალურად არქიტექტორმა თქვა რომ არ არის კომფორტული ესეთი შემოსასვლელი, ჯობს ისევ იქ დავტოვოთ სადაც არის, უბრალოდ შევანაცხოთ, ანუ მანქანის შემოსასვლელი ჭიშკარი და ფეხით შემომსვლელთა ჭიშკარი გადავანაცვლეთ. და მე თან გამახსნა რომ რეალურად ამ პროექტთან შედარებით ჩვენ ახლა ახალ სახლზე ის გზა, რომელსაც მანქანა უნდა გაიაროს, საგრძნობლად განში გავაფართოვეთ. და რეალურად აღარ იქნება პრობლემა, როცა შემოვა ადამიანი, მანქანის გზა იქნება რეალურად ცალკე და ისე საკმაოდ თავისუფლად და კომფორტულად შეძლებს რომ ფეხით მოსიარულე შემოვიდეს. ფირის მოშორების შემდეგ დათოს მანქანის საღებავი დაზიანებული არ აღმოჩნდა. როგორც ხედავთ, დაზიანდა მხოლოდ ფირი და არა საღებავი. ამ შემთხვევაში შევარჩიეთ შავი ფერის გლუვი ფირი. მცირე დეფექტების დასაფარად კომპანია AMG გთავაზობთ ინგლისური წარმოების ფირებს. დათომ არ იცოდა და ვუკეთებდი სიურპრიზს. დაბადებით ხო ქონდა ხა აპრილში. და ვაჩქე ბუნებრივია რას ვაჩუქებდი ლოტუსის ძალიან ცივი მომხიბვლელი კარგი პროცედურები, რომლებიც დათოს უყვარს და გეგმავდი აქ გადამღებ ჯგუფთან ერთად, რომ არ ვეტყვი სიურპრიზს მოვუწყობ და რომ მოვა ლოტუსში გადავუღებ იქ რაღაცა ვარდის ფურცლები და არ მოვიდო. რაღაცა აი ვერ მოიცალა ამ შენებლობის გამო სულ გადარბენაზეა და ვეღარ მოახერხა მოსვლა, მაგრამ მე მაინც რაღაცას მოვახერხე. დაკახე, პეტრე. ჩაი, არ არის აქ, აღარ არის, ფაფუ. ყავა. ეხლა მე მინდა განახო კიდევ ახალი პროდუქტები, რომელიც ჩვენ აქ დავამატეთ. მინდა წარმოგიდგინოთ კაპაროლის დასასხმელი თვითსწორებადი იატაკები. კომპანია ევრომასტერმა განახორციელა უპრეცედენტო ინვესტიცია, ეს გახლავთ მილიონი ევროს ღირებულების საწარმოო ლაბორატორიისა და თეორიული ლაბორატორიის აღჭურვა კოლეჯ სპექტრის ბაზაზე. მე პეტრე ვარ. მიყვარს ჭამა და სიცილი. ეს ჩემი პრინცესა და იკოჟი. ელენე. 13 წლისაა და ძალიან ჭკვიანია. ეს ჩემი ძმაა ლუკა. ლუკა ძალიან დიდია, მალე სტუდენტი გახდება. ეს ჩემი დედიკოა ანა. ხო ვიცი, მე ყველაზე ლამაზი დედიკო მყავს. ეს ჩემი მამიკოა დავით იმედაშვილი. ამიტომ ჩვენ ყველანი იმედაშვილები ვართ. ჩვენ ერთად ვაშენებთ სახლს.